სომხეთზე მინდა რომ გთხოვოთ თქვენი კომენტარის გაკეთება, რა პროცესს გადის დღეს სომხეთი და როგორ დაშორდა ის ნელ-ნელა, როგორ გადავიდა რუსული ორბიტიდან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სომხეთში რამდენიმე პროცესი მიდის ერთდროულად, რომელიც დაკავშირებულია ერთის მხრივ შიდა პოლიტიკასთან, მეორეს მხრივ მის საგარეო პოლიტიკასთან. ცხადია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც დიდი ცვლილება არის სომხეთის საგარეო პოლიტიკაში და შიდა მიმდინარე ამბების დაკავშირებული არის აი ამ საგარეო ორბიტის ცვლილებასთან, რაც გულისხმობს რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლურ სახელმწიფოებთან კავშირების მეტად გაღრმავებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქრონოლოგიურად, რომ ეს იწყება ეს პროცესი განსაკუთრებით აი ამ მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, 2022 წლის შემდეგ, მაშინ რაც პრინციპში დაამარცხდა ამ ომში სომხეთი და რუსეთმა არ აღმოუჩინა არანაირი დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება მას ჰქონდა, იმიტომ რომ ვიცით, რომ სომხეთი წევრი იყო ეგრეთ წოდებული ODKB-ს, რომელიც იყო და არის დღემდე რუსეთის ეგიდით შექმნილი სამხედრო თანამშრომლობის ორგანიზაცია, სადაც ნატოს მსგავსად რუსეთსაც ავალდებულებდა მისი წევრების დახმარებას ნებისმიერ კონფლიქტის შემთხვევაში და რუსეთი რა თქმა უნდა არ დაეხმარა სომხეთს, იმიტომ რომ ერთის მხრივ უკრაინაში ჰქონდა ომი და იქ დღემდე ეს ამ პროცესში არის, მეორეს მხრივ რუსეთი არასდროს ასრულებს დაპირებებს ეს კარგად ვიცით და კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. ამის შემდეგ იწყება დიდი ცვლილებები სომხეთის პოლიტიკაში, საგარეო მიმართულებით ხდება გაღრმავება კავშირების როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგალითად ევროკავშირის საგარეო საქმეთა, ასე ვთქვათ, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სულ რაღაც 2 კვირის წინ ეწვია აზერბაიჯანს და სომხეთსაც და გაკეთდა, ასე ვთქვათ, არაერთი განცხადებები და გაფორმდა არაერთი ხელშეკრულებები ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლების მიმართულებით, თანამშრომლობის კუთხით, აგრეთვე სამხედრო მიმართულების გაძლიერების კუთხით. სხვა შორის კაია კალასის სიტყვები იყო, რომ არასდროს ყოფილა სომხეთის და ევროკავშირის ურთიერთობები ისე ახლოს, როგორც ეხლა არის. ეს იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი განაცხადი. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდა სომხეთისა და ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ამ წლის 14 იანვარს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, იმიტომ რომ მსგავსი რაღაც არ მოხდა სომხეთის ისტორიაში არასდროს და ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ სომხეთისთვის რუსეთი აღარ არის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი და დასაყრდენი მსოფლიოში და ამერიკასთან ეს გაფორმებული ხელშეკრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რაც გულისხმობს ამავე დროს საერთო სამხედრო წვრთნების გამართვას, რომელიც უკვე რამდენიმეჯერ ჩატარდა კიდე სომხეთში. იმ პირობებში, რომ საქართველოში გაუქმდა მსგავსი წვრთნები, ეს გულისხმობს როგორც ეკონომიკის, ასე ვთქვათ, განათლებისა და პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მიმდინარე პროცესი არის. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. ალბათ რახან ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, Nvidia-ს ინვესტიციას უნდა ვახსენოთ, რომელმაც 500 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოუტანა სომხეთს და მანამდე სანამ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდებოდა სომხეთში და დაიწყებოდა ქარხნის მშენებლობაზე ფიქრი, მანამდე განიხილებოდა საქართველოს ერთ-ერთ ლოკაციაც და მომხდარიყო, მაგრამ ამერიკამ არჩევანი სომხეთზე გააკეთა. კი, ამ პროცესის პარალელურად ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო Nvidia, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ესეთი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია, ამერიკული კომპანია, ის განიხილავდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 500 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში და სომხეთში და იმის გამო, რომ საქართველოში გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს და გაუქმებულია ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის, არის აბსოლუტურად დაშორება დასავლურ სახელმწიფოებთან ქართული ოცნების გამოისობით გადაწყვიტეს, რომ ეს 500 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განეხორციელებინათ სომხეთში, რაც არის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ინვესტიცია. და გარდა ამ თანხისა, რაც ახლა სომხეთში შევა, შემდეგ მუშაობის პროცესში ჯერ დიდი რაოდენობის ადამიანი დასაკვდება ამ ეს და მათ შორის საქართველოდანაც გაედინება ის პროფესიონალები და სპეციალისტები, რომლებიც ამ საქმეში არიან ამჯერად საქართველოში იმყოფებიან, ხო, იმიტომ რომ სომხეთი გახდება ამის ჰაბი და ამის ცენტრი ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, განვითარების. ეს სხვა შორის ამას თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, იმიტომ რომ რაც უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციებით იქნება სომხეთი დატვირთული და რაც უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნება სომხეთში ასეთი დონის, ხო, და ხელოვნური ინტელექტი არის მომავლის, რა ვიცი, ეკონომიკური, პოლიტიკური, მომავალი არის ყველა გაგებით ხელოვნური ინტელექტი და თუ ასეთი დიდი წარმოება და ასეთი დიდი ინვესტიცია იდება სომხეთში, სომხეთს ენიჭება იმაზე დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. საქართველოს სხვა შორის ეგ პოტენციალი აქვს ზუსტად, რომ მსგავსი ინვესტიციები მოიზიდოს აქ და საქართველოს გახდეს რაღაცნაირი ტექნოლოგიური ჰაბი და ტექნოლოგიური ერთია პოტენციალი, მეორე სად ვიყავით? ეს გვაქვს ძალიან ცალსახად, მე მგონი უნდა დავინახოთ, სად ვიყავით, რა გზა გვქონდა წინ, იგივე სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით რეგიონში რა პოზიციაზე ვიყავით და დღეს უკვე ამ რეალობაში სად ვართ და მომავალი ამ გადასახედიდან როგორია? ამ პირობებში ძალიან კარგად ჩანს, რომ
საქართველოს მოდის აბსოლუტურად უკაცვლით ევროკავშირისგან და ამერიკისგან და მისი საქართველოსნების ნებისმიერი პოლიტიკა ემსახურება ჩვენს დაშორებას აი დასავლეთ პარტნიორებთან, რაც უბრალოდ სიტყვები არის, ეს გამოიხატება ძალიან მძიმე მათ შორის ეკონომიკურ შედეგებში, მაგალითად გერმანიის სახელმწიფომ 280 მილიონიან ევროიანი გრანტი საერთოდ გაგვინულა, რომელიც ბათუმის ხალხმომარაგებას უნდა მოხმარებოდა, იმიტომ რომ ვართ ქართულოსნები არის მტრულ დამოკიდებულებაში ევროკავშირთან და გერმანიასთან, ხო? დანიამ გააჩერა 120 მილიონიან ევროიანი გრანტი, რომელიც აგრეთვე ემსახურებოდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მაგალითად ჩვენი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 57% აქამდე იყო დასავლური გრანტები. და მაგალითად ეს მაგისტრალები რაც შენდება, მათ შორის რიკოთის მაგისტრალი თუ ნებისმიერი ესეთი მნიშვნელობის მაგისტრალი, აი ამ პროექტების ბიუჯეტის 65% აქამდე იყო დასავლური დაფინანსებები, რომელიც შეწყდა და რაც უფრო დრო გავა და რაც უფრო ქართულოსნებმა გააგრძელებს აი ამ უკანსვლას და იზოლაციას, ეს კიდევ უფრო და უფრო მეტად განულდება. ძალიან რეალური არის საფრთხე, რომ ჩვენ შეგვიჩერდეს მათ შორის თავისუფალი მიმოსვლა. და ამას არ ჭირდება 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა, მას ჭირდება 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის, მოსახლეობისთვის და ყველა მიმართულებით. მოკლედ რო შევეჯებოთ, გამოდის, რომ საქართველოს აღარ არის ევროკავშირის ფოკუსი, სამაგიეროდ ექცევა სომხეთ ევროკავშირის ფოკუსში. რას მოუტანს სომხეთს? ესეთი ამომავალი ვარსკვლავი არის სომხეთი ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონში სამწუხაროდ. ჩვენ და სამწუხაროდ და მათ და საბედნიეროდ. სომხეთმა ასევე გაატარა ფაშინიანმა კონკრეტულად საკუთარ მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა ბოლო პერიოდში, მათ შორის არის ისიც, რომ გარეგინ მეორის დაუპირისპირდა სომხეთის პატრიარქს და საპატრიარქოსთან არის დაპირისპირებული, რომელიც ცალსახად პრორუსული ძალაა და ითვლებიან, რომ რუსეთის არაერთი აგენტი არის სომხეთის საპატრიარქოში თავმოყრილი და ასევე სამუელ კარაპეტიანი დააკავა, რომელსაც ეძახიან ივანიშვილოვსკი. ხო, როგორც აღნიშნა, აი ამ საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სვლებთან ერთად შიდა პოლიტიკური პროცესები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც უპირველესად გამოხატული არის რუსული გავლენის შემცირებაში, სომხეთის სახელმწიფოში და პოლიტიკაში, ამავე დროს მათ შორის დააკავეს ესეთ ბაგრატ გალსტანიანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპისკოპოსი, სომხური და სხვათა შორის ძალიან კარგი თემა შეხედა მაგაზე გთხოვთ, მაგიტო გაგაწყვეტ, ერთ-ერთი თავისუფლებას მივცემ. ეგ ნაწილი წამოსაწევია წინ ძალიან. ეს სითამამე სხვათა შორის ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, როცა რელიგიასთან ფაქტობრივად ბრძოლა შეიძლება დავარქვათ, რაც დაიწყო ფაშინიანმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საშუალებას ძალიან ამართლებს და ამას სომეხი ხალხი ძალიან გაგებით ეკივდება. ხო, აი ძალიან სწორი ამბავი, რაც ბოლოს აღნიშნეს, შესაძლოა ესე იგი მთავრობის ჩარევა საეკლესიო საქმეებში ეს კარგად ნამდვილად არ აღიქმება, ამას მთელი თავისი რისკები აქვს, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამაზე მოსახლეობას პროტესტი არ აქვს. არის ნდობა იმის მიმართ, რასაც აკეთებს პაშინიანი, არის ნდობა მათ შორის სასამართლოს მიმართ, სადაც საბოლოო ჯამში ეს საქმეები განიხილება, ხო, ყველა ამ დაკავებულის და არის ინტერესი იმისა, რომ როგორც პოლიტიკურ ელიტაში, აგრეთვე სასულიერო ელიტაში რუსული გავლენები შემცირდეს. აქ არის უმთავრესი რუსული გავლენები მაღალია ბიზნეს ნაწილში, ვინც ვახსენეთ, მაგალითად სამუელ კარაპეტიანი, სომხეთის ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია შეიძლება. კი ბატონო, აი ამ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან პარალელურად დააკავეს აგრეთვე ყველაზე მდიდარი სომეხი რუსი ოლიგარქი, მას აქვს როგორც სომხური ასევე რუსული მოქალაქეობა, ეს არის სამუელ კარაპეტიანი, რომელსაც დაახლოებით იგივე რაოდენობის ქონება აქაც ბიზნა ივანიშვილს დაახლოებით $5 მილიარდ დოლარამდე არის საუბარი. ის ახლახანს დააბრუნდა სხვადასხვა სომხეთში, რუსეთიდან და ძალიან გავს სხვადასხვა ეს ბიზნა ივანიშვილის ჩამოსვლას საქართველოში და იმისის ასე ვთქვათ, იმისით ჩამოსვლას, როგორც სავიზროზე ჩამოვიდა. ამ კაცს სხვადასხვა ძალიან დიდი გავლენა აქვს სომხურ ბიზნესში. ის ფლობს სომხეთში ყველაზე მსხვილ ელექტროსისტემის კომპანიას, დაახლოებით 1 მილიონ აბონენტს ამარაგებს ელექტროენერგიით ეს კაცი, ამ თავის კომპანიით. ის დააკავეს 20 ივნისს სომხურმა პოლიციამ. მიზეზი იყო ის, რომ მან ერთის მხრივ თითქოს მხარი დაუჭირა საეკლესიო ხელისუფლებას და თითქოს მას თავი მოაქვს როგორც ეკლესიის დამცველი და სომხური ეროვნული ღირებულებების დამცველი, ხოლო მეორეს მხრივ მან თქვა, რომ თუ არ შეწყვეტს პაშინიანი და ხელისუფლება იმის კეთება, რასაც აკეთებს, მე ამაში ჩავერევი ჩემებურადო. ნუ ეს ჩემებურად ჩარევა და ეს განცხადება პირდაპირ ახმული იქნა, როგორც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება და ასე ვთქვათ, ჩარევა სახელმწიფო საქმეებში. ის გამოც ის დააკავეს და ეხლა ციხეში იმყოფება, წინასწარი დაკავების იზოლატორში და
სხვა შორის სწორად აღნიშნე, რომ ეს სომხი ექსპერტები და პოლიტიკოსები ძალიან ისეთ პარალელს ავლებენ ბიძინა ივანიშვილთან და ამ კაცს უწოდებენ როგორც ივანიშვილი ორ პროექტს სომხეთში, იმიტომ რომ მათაც კარგად ესმის ივანიშვილი რა პროექტი არის საქართველოში და რა მოვლენა არის და ძალიან გავს ეს კაცი. სომეხმა მომრჩეველმაც იცის ჩვენი მდგომარეობა რა დღეში ვართ ახლა სომხეთის მოქალაქეებმა და ამ შეცდომას გონია რომ არ დაუშვებენ. ყოველ შემთხვევაში ამის ბჯერა ჩანს რომ არ უშვებენ ამ შეცდომას და ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანზე, იმიტომ რომ დრო ძალიან ბევრი აღარ არის და ორახან ორ ქვეყანაზე უნდა ვისაუბროთ. აზერბაიჯანის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საკმაოდ დიდი დაძაბულობა, მათ შორის ლამის ხელჩართულიც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რა ხდება მოგვიყევით თქვენი დაკვირვებით და რა პროცესი მიმდინარეობს და დიპლომატიურ დონეზე რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ცურები. კი, მსგავსად სომხეთის აზერბაიჯანშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ბაბატე განსხვავება ის არის რომ ევროკავშირისგან არ მიდის. კი, სხვა მიზეზით მიმდინარეობს ეს პროცესი და სხვა მიზნით მიმდინარეობს, ხო, იმიტომ რომ აზერბაიჯანი არ არის სახელმწიფო, რომელიც მაგალითად სომხეთისგან ჩვენს მსგავსად პროდასალურ რაღაც კაფიო კურსს აირჩევს ან რაღაცა გააღრმავებს მის კავშირებს ევროკავშირთან და შევა ევროკავშირში მაგალითად. ეგეთი რამე არც განიხილება, მაგრამ აქაც უნდა ვითოდეთ საერთოდ დაიწყო ეს კონფლიქტი, ხო, გასულ წელს ჩამოაგდეს, რუსებმა ჩამოაგდეს აზერბაიჯანული, თქვა, საქალაქო თვითმფრინავი, რასაც 80-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დადასტურდა, რომ ეს იყო რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, ეს თქვა, დადასტურებული ოპერაცია და დღეს წინ გამოქვეყნა აზერბაიჯანულმა მედიამ, რომ თავდაცვის სამინისტროს ნებართვით ჩამოაგდეს. ეს პირველი შემთხვევა არის, ჩვენ ვიცით, რომ 2014 წელს დონბასში ჩამოაგდეს ეს მალაიზიური ავიახაზები და 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამას. მაგიტომაც არის ეს რუსები რაღაცა ავტომატიანი ტერორისტი მაიმუნები არიან საბოლოო ჯამში და ვნებენ ყველას და ყველაფერს. ოღონდ მე ამბავი ის არის, რომ ბოდიშს არ იხდიან ამაზე. რატომაც გამწვავდა კონფლიქტი აი ამ თქვენ მოთუ შეეშალათ. ხო, არ აღიარებენ რომ შეეშალათ, ეს და არ აღიარებენ რომ ეს მათი შეცდომა იყო, არც ბოდიში მოუხდიათ, არც კომპენსაცია გადაუხდიათ, რაზეც ალიევს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მათ შორის 9 მაისს არც ჩავიდა ის აღლუმზე მოსკოვში. ამის შემდეგი ფაზა გამწვავების იწყება 27 ივნისს ამ წლის, როდესაც ქალაქ ეკატერინბურგში ჩაატარეს რეიდები რუსულმა საპოლიციო ძალებმა. ოღონდ ეს რეიდები იყო რაღაცნაირად ეთნიკურად განსაზღვრული და დააკავეს 50-მდე აზერბაიჯანული წარმოშობის ეთნიკური უმცირესობა და 2 ადამიანი ძმები წამებით მოკლეს. ოღონდ მაგასაც არ აღიარებენ, რომ ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და გულით გარდაიცვალა. ისევე როგორც ის გარდაიცვალა ნავალნი გულით ციხეში, ისე გარდაიცვალა ეს კაციც ახლა. ოღონდ არც ამაზე არ მოიხადეს ბოდიში, არც ამაზე არ არის პასუხისგებაში არავინ წასული, რის გამოც რეაქცია ჰქონდა მაგალითად ალიევის ხელისუფლებას და მათ დააკავეს აგრეთვე 50-მდე რუსი როგორც ბლოგერები, აგრეთვე ჟურნალისტები, ისინი შევიდნენ სპუტნიკის ოფისში ბაქოში და ეს ხალხი საკმაოდ ისეთ სურათი ისეთ სანახავი იყო, შეიძლება არასასიამოვნო, მაგრამ ამის პარალელურად ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთში შაჰინ შიხლინსკი დააკავეს აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, თუმცა ის მალევე გამოუშვეს. ის მალევე გამოუშვეს, მაგრამ დაკავების კადრებს თუ ნახავთ, ეს იყო რაღაც უკიდურესად დამამცირებელი და ძალადობრივი დაულეწეს მანქანა, ჩამოაგდეს ცემეს და ესე გაათრეს, იყო ასე ვთქვათ, დემონსტრაციულად დამამცირებელი მოყრობა. ის რა რუსეთს არ ესმის, რომ ის დომინაცია აღარ აქვს არც რეგიონში და არც სოფლიოში, რაც ჰქონდა მაგალითად, რა ვიცი, 4-5 წლის წინ, სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა. ამიტომაც ალიევი ძალიან პრაგმატულად ამ ყველაფერს და ძალიან ისე ღირსეულად პასუხობს. კი იმუქრებიან სალავიოვები და ვიღაც რუსი პროპაგანდისტები, რომ ომს დავიწყებთო ეხლა და რაღაც, მაგრამ ეხლა ეგ არის შეუძლებელი, რომ აზერბაიჯანთან აბა მიგინდათ პროპაგანდის ნაწილი არის ზუსტად ეს გაგრძელებაც. აი რა იქნება, თქვათ, როცა შეუსუსტდება გავლენა რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე რუსეთს, ანუ რას მოუტანს ეს მას და რას მოუტანს ეს თქვა საქართველოსთვის და რეგიონის სამივე სახელმწიფოსთვის. თქვენ ახსენეთ წეგა რომ შესუსტდა გავლენა რეგიონში და შესუსტდა ყველგან, მაგრამ საქართველოში არ შესუსტებულა პირიქით. საქართველო არის ერთადერთი გამონაკლისი არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მეგონი თელ სოფლიოში, სადაც რუსული გავლენა ძლიერდება, მაშინ როდესაც თელ დანარჩენ სამყაროში ევროპაში, კავკასიაში სუსტდება. ამას ახსნა აქვს შემდეგნაირი, რომ აქ ის ოლიგარქიული რეჟიმი ივანიშვილის სახით ვინც ყავს, ამათმა გადაწყვიტეს, რომ მათი ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან იქნებიან მჭიდრო ურთიერთობები. ობიექტურად ხო, კარგი პოლიტოლოგი ეხლა იმას ხვდება, რომ რეგიონში თუ რუსეთი სუსტდება და მთელი მსოფლიო იმას აღიარებს, რომ რუსეთის ძალები უფრო სუსტდება, რეგრესს განის რუსეთი არა პროგრესს. ამის ფონზე არასწორი არჩევანის გაკეთება რამდენად ლოგიკური იქნება. ივანიშვილს არ შეერა, რომ რუსეთი ისე დამარცხდება და ისე შესუსტდება, რომ მისი გავლენა აქ საერთოდ ნულოვანი იყოს და რაღაცნაირად გონია, რომ მაინც გამოძურება ისე, რომ როდესაც დაალაგდება რაღაცა რეგიონალური თუ მსოფლიო წესრიგი, რუსეთის მხარეს მოიხვედრებს თავ
და შესაბამისად იმ გავლენის სფეროში იქნება. გარდა ამისა, თუ რაიმე ტიპის ნორმალიზაციას მან უნდა მიაღწიოს ევროკავშირთან და ამერიკასთან, ისინი ძალიან კაფიოდ თხოვენ, რომ ელემენტარული დემოკრატიული რეფორმები უნდა გატარდეს, პოლიტიკურპატიმრების ციხეში არ უნდა იყოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს. რაც მისთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ იცის, რომ ნებისმიერი დათმობაც კი და ნებისმიერი მცირე დემოკრატიზაციაც კი ამ ქვეყანაში ნიშნავს მისი ძალაუფლების დასასრულს, იმიტომ რომ არავისთვის ის მისაღები აღარ არის. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ასეთი ფსონი დადოს, რომ ბოლომდე ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია რუსეთის დახმარებით და ეხლა არ ვიცი, ალბათ ლოცულობს და მთელი ფსონი იმაზე აქ დადებულია, რომ რაღაცნაირად რუსეთმა გაიმარჯვოს როგორც უკრაინაში, ასევე რა ვიცი, სამხრეთ კავკასიაში თუ ყველგან. ეს არის მისი ფსონი, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელი არის ჩვენს ინტერესებთან და ქართული ხალხის ინტერესებთან, იმიტომ რომ ეს ზიანის მეც არაფერს არ მოგვიტანს და ამიტომაც არის მათ შორის აი ეს მთელი რეგიონალური პროცესი რაც მიდის სამხრეთ კავკასიაში ჩვენთვის სასარგებლო, იმიტომ რომ რუსეთი რაც უფრო შეუმცირდება გავლენა, ეს არის ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელი, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, რომ ივანიშვილი ამ პირობებში, ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. თქვენ შეფასებით როგორ მოხდა, რომ რეალურად რუსეთს, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც, მათ შორის ფინანსურადაც ამ ორი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონდათ. როგორ შეიძლება რომ ამისგან თავი დაიძვრიონ, იმიტომ რომ არც თუ ისე მარტივი პროცესია, ამ ხელა თუნდაც ეკონომიკური ბაზრისგან ეს ერთიანად მოყვეთა და მოცილება. კი, აი სომხეთის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთმა დაიწყო რაღაცნაირად დივერსიფიკაცია ბაზრის და მაგალითად წინა წელს ევროკავშირი გახდა მისი მთავარი საექსპორტო ბაზარი, სადაც 28% მისი მთლიანი საქონლის ევროკავშირში გავიდა. ამავე დროს ამავე წელს იყო შემცირება რუსეთთან ვაჭრობის და დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იყო მოცულობა რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის, რაც იყო გაცილებით მცირე ვიდრე წინა წლებში. რა თქმა უნდა, ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ სომხეთი ამ გზას ადგას. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანი გაცილებით კომფორტულად არის ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მისი რესურსები სჭირდება როგორც ევროკავშირს, აგრეთვე თურქეთს, აგრეთვე რეგიონში ყველა შესაბამისად გაცილებით ადვილი არის მისთვის, რომ რუსეთის ბაზარს რაღაცნაირად ჩაეხსნას და არც არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვნად. გარდა ამისა, აზერბაიჯანისთვის თურქეთი არის ისეთი დონის პარტნიორი, როგორც ეკონომიკურად, აგრეთვე პოლიტიკურად, რომ ასე ვთქვათ, თურქეთი ნამდვილად მეორე ხარისხოვანი ამ შემთხვევაში. ამიტომაც აზერბაიჯანი ნამდვილად არაფერი ისეთი არ აქვს დასაკარგი და რუსეთს უფრო მეტად აქვს ინტერესი, რომ აზერბაიჯანი შეინარჩუნოს. რაც შეეხება სომხეთს, კი, მას მეტი რისკები აქვს, მაგრამ მიდის სწორი მიმართულებით და რაღაც პერიოდის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ოდესღაც დააღწია თავი ამ რუსულ ბაზარს და ნამდვილად დიდი დამოკიდებულებიდან ჩამოვედით რაღაც მხრივ ნულოვან დამოკიდებულებაზე, ქართული ოსნების პირობებში გაიზარდა ისევე ეკონომიკური დამოკიდებულება. იგივე შეუძლია გააკეთოს სომხეთსაც და ამას აკეთებს. მით უმეტეს ეს ინვესტიცია რაც ხავახსენეთ, ტექნოლოგიური ინვესტიცია რაღაც 9 მილიარდი დოლარის ოდენობით, ამის პირდაპირ გამოვლინება არის, რომ აქ სხვა ინვესტიცია შედის და აქ სხვა ქვეყნები, დასავლური სახელმწიფოები ინტერესდებიან სომხეთის გაძლიერებით და მისი, ასე ვთქვათ, ეკონომიკის გაძლიერებით. და ერთხელ შევაჯამოთ, 2 წუთი გვრჩება. მაშინ როცა სომხეთი ძლიერდება, შეიძლება ასე ითქვას და მიდის დასავლეთისკენ, ამ დროს როგორც ვახსენეთ უკვე საქართველოს უფრო და უფრო შორდება, ხო? აი, რას მიიღებს სომხეთი ამ პროცესისგან ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში და ჩვენ რას დავკარგავთ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვართ დასავლეთის მეგობრები, უბრალოდ დასავლეთია ჩვენ მეგობრები, მაგრამ ბიძაშვილები არ ვართ ახლა და ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ხო? ამიტომ შეიძლება მათ რეგიონში ერთი ქვეყანა მყარს აყრდენა სრულიად ეყოთ და ის შანსები და ის კარები და ფანჯარა ჩვენთვის აღარ გაიხსნას მომავალში. სომხეთი სავარაუდოდ შემდეგი წლისთვის მიიღებს თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირთან და ჩვენს დიდი შანსი არის რომ დავკარგოთ შემდეგი წლისთვის თავისუფალი მიმოსვლა, უიზო მიმოსვლა ევროკავშირთან იმი ქმედებების გამო, რასაც ქართული ოსნება ახორციელებს. ევროკავშირი სომხეთი დაახლოებით 5-7 წელიწადში შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ეს არის პროგნოზი, რაც გამოითქმება მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და გააღრმავებს ურთიერთობებს და ინტეგრაციას დასავლურ ინსტიტუტებში. საქართველოს კი ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით ჩორდება. მაგალითად ერთ რიცხვს ვიტყვი კიდე, დაგეგმილი ქონდა მთავრობას, რომ აი ამ 6 თვეში რაც ახლა გავიდა 2025 წელს, უნდა აიღო 800 მილიონი ოდენობის საგარეო სესხი და დახმარება. შეასრულა ამის მხოლოდ 32%, ანუ ესე იგი 70% ვერ აიღოს სესხის, იმიტომ რომ არ აძლევენ დასავლური სახელმწიფოების სესხს. ანუ ეკონომიკური დახმარება გვიმცირდება. დიდი შანსია რომ თავისუფალი მიმოსვლა შეგვეზღუდოს. მცირდება საგანმანათლებლო პროგრამები და მაგალითად გერმანიამ და ლატვიამ შეზღუდო ეს და დიდი შანსია რომ ერასმუსის გასვლელი პროგრამები შეიზღუდოს. მაშინ როცა სომხეთში მოლაპარაკებები მიდის რომ გაღრმავდეს აი ეს ურთიერთობები და მაგალითად კაია კალასი ერასმუსის ალუმნებს შეხვდა სომხეთში და პირდაპირ მიანიშნა რომ ეს ურთიერთობა გაღრმავდება ამ ორ სუბიექტს შორის. ხო, ანუ რაც ჩვენ აქამდე
გქონდა ამ ყველაფერს კარგავთ და ამ ყველაფერს მაგალითად იღებს სომხეთი და აქვს შანსი რომ ეს უფრო და უფრო თქვათ აქტიური გახდეს და ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ქართული ცნობა რაღაცნაირად ამ სახელმწიფო მმართველობიდან მოვაშოროთ იქამდე სანამ ისეთ იმაში არ გადაგვრჩე ხა საიდანაც უკან ამოტრიალება რთული იქნება. დიდი მადლობა.